გერმანიის ყველაზე მაღალ რეიტინგული ტელეკომპანიის ეთერში გასული ვიდეორგოლი 66 მილიონზე მეტ მაყურებელს საქართველოს შესახებ უყვება. ქალაქების ქუჩებში განთავსებული ბანერები კი ევროპელ მოგზაურებს ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე ეპატიჟება. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ევროპელ მოგზაურებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცნობს და ტურისტულ რუკაზე ქვეყნის მიმზიდველობას ზრდის. საქართველოს ხედებით, ზამთრის კურორტებით და სხვადასხვა ტიპის პროდუქტებით, ვიზუალებით არის დატვირთული ევროპის ცენტრალური ქალაქების მთავარი გამზირები, იმისთვის რომ ბევრად მეტი მოგზაური ზამთრის სეზონისთვის საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ერთის მხრივ ტურიზმის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს სამიზნე ბაზრებზე ქვეყნის წარმოჩენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ეს არის ეკონომიკის სამინისტროს, ასე ვთქვათ, ეგიდით პირდაპირი დაკავშირებადობის, პირდაპირი ფრენების სტიმულირება და განვითარება, სადაც ასევე ათეულობით მიმართულება შემოემატა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბუნება, კულტურა და ისტორია უკვე საფრანგეთის შუაგულშია წარმოჩენილი. ემოციები არის საქართველო. ამ გზავნილით ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში 170 ლოკაციაზე, პარიზის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე ჩვენი ქვეყნის შესახებ ბანერები უკვე დამონტაჟდა. მარკეტინგული კამპანიები უფრო ესე ვთქვათ აქტიურად და აგრესიულად მიმდინარეობს სწორედ იმ ლოკაციებზე, სადაც არის საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი და ევროპა, გამომდინარე იქიდან, რომ აქაც დამატებული არის ფრენები და ეს ყველაფერი ერთობლივად სახელმწიფო და კერძო სექტორის გუნდური მუშაობით ვიღებთ იმ შედეგებს, რაც ჩვენ წელს ვნახეთ უკვე პირველი 9 თვის სკვალობაზე, ეს იყო ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი. მსგავსი მარკეტინგული კამპანია ეს არის შესაძლებლობა ტურისტებისთვის აღმოაჩინონ საქართველო იმ საოცარი ადგილებით, რითაც გამოირჩევა თქვენი ქვეყანა. და რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად გაეცნონ სწორედ იმ ქვეყანას, რომელსაც ღვინის კულტურასთან 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს. ევროპის ქუჩებიდან საქართველოს მთებამდე ასეთი მარკეტინგული კამპანიის შედეგად საქართველოს ზამთრის ტურისტულ სეზონზე ევროპელი მოგზაურების გაზრდილ ნაკადს ელოდება.